საუკეთესო საჭმელი საზღვაო ფლოტში ჯილდოდ არ მოგართმევენ. ეს ზიანის მინიმიზაციას ემსახურება. წყალქვეშა ნავზე სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი შეიძლება მტრის ტორპედოზე უფრო საშიში იყოს. ის შეიძლება ჟანგბადს მოიხმარდეს და ნავს შხამიანი კვამლით აავსოს, რომელსაც უბრალოდ ვერ გაანიავებ. ამიტომაც აძლევენ ლობსტერს არა როგორც პრივილეგიას, არამედ როგორც მორალის შესანარჩუნებელ იარაღად. აბა, რა ხდება მაშინ, როცა მორალი 100 ფუტის სიღრმეზე წყალქვეშ იშლება? ყველაზე საშიში ნაწილი წყალქვეშა ნავის სამზარეულოში გაჩენილი ხანძრის დროს. ხოლო დალი არაა, არამედ საწვავია. ცხიმის ხანძრებს ცუდი თვისება აქვთ. წყალს რომ შეეხებიან, ბომბივით ფეთქდებიან. დამწვარი ზეთი ყველა ზედაპირზე იფრქვევა. ბევრმა ადამიანმა ეს გაკვეთილი მწარედ ისწავლა. ეხლა წარმოიდგინე იგივე ხანძარი დახურულ ფოლადის მილში, სადაც 150 ადამიანი იმყოფება. ხმელეთზე სამზარეულოს ხანძარი ცუდი დღეა. ზედაპირულ გემზე ეს უკვე საგანგებო მდგომარეობაა. წყალქვეშა ნავზე ეს გარდაუვალი სიკვდილია. ცეცხლი, ტოქსიკური ორთქლები და ეკიპაჟი ყველა ერთ ჰერმეტულ ხუთში არიან გამომტყდეულნი. და ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული საშუალებები, CO2, ქაფი, მშრალი ქიმიკატები თავიანთ პრობლემებს ქმნიან. ამ ჩასახშობის საშუალებებით ცეცხლი საბოლოოდ ქრება, მაგრამ რა უყოთ კვანს? ის სქელია, ზეთოვანი და წყალქვეშა ნავის უახლესი ჰაერის სისტემებიც კი მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის გაწმენდა შეუძლიათ მოკლე დროში. ფაქტობრივად ყველაზე სწრაფი გზა ტოქსიკური კვამლის გასაწმენდად წყალქვეშა ნავიდან არის ზედაპირზე ამოსვლა და ლუქების გახსნა, რაც პრობლემას წარმოადგენს. ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავის მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არავის უნდა იცოდეს, სად იმყოფება იგი. არც სხვა წყალქვეშა ნავებმა, არც თანამგზავრებმა, არც სონარმა, არც მტერმა და არც არავ. ზედაპირზე ამოსვლა კვამლის გამოსაშვებად ნიშნავს, რომ ოკეანის შუაგულში გამოჩნდები და ზუსტ კოორდინატებს გადასცემ ყველას, ვინც შეიძლება უსმენდეს. ყველაფერი ყველაზერი ხუდი მიზეზის გამო. ვიღაცამ კარტოფილი ფრიდაცვა. ეს არის უსაფრთხოების ბრძოლა, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ფლოტი 10 წლეულები აწარმოებს თავის ყველა წყალქვეშა ნავზე. და ეს კიდევ უფრო უცნაური ხდება. თანამედროვე ამერიკულ წყალქვეშა ნავში ჰაერი ჩვეულებრივი ჰაერი არ არის. ჩვენ ვსუნთქავთ ჰაერს, რომელშიც დაახლოებით 21% ჟანგბადია. წყალქვეშა ნავებზე ჰაერში ჟანგბადის დონე უფრო 19%-ს უახლოვდება. ამიტომ ჰაერი უფრო თხელია და ადამიანს ოდნავ უფრო მოდუნებულს ხდის. და ეს სპეციალურად ასეა გაკეთებული. ნაკლები ჟანგბადი ნიშნავს, რომ ცეცხლს გაჩაღება უფრო უჭირს. საზღვაო ძალებმა თავად ატმოსფერო ისე დააპროექტეს, რომ წვის პროცესი უფრო რთული ყოფილიყო. და სწორედ ამ ფრთხილად დეოქსიგენირებულ, ჰერმეტულად დახურულ გარემოს შუაგულში მათ ცხელი ზეთის დიბი ჭურჭელი განათავსეს. რაც ბევრმა არ იცის ისაა, რომ წყალქვეშა ნავის მენიუ კვების მიხედვით არაა შედგენილი. ის კატასტროფისთვისაა გათვლილი. ყოველი მოწყობილობა, ყოველი რეცეპტი, ყოველი მომზადების პროცედურა არსებობს, იმიტომ რომ სამზარეულოში ერთი შეცდომაც კი მთელ ნავს საფრთხეს უქმნის. მაშ, რატო არ გავითვალისწინოთ უსაფრთხოება, არ გავამარტივოთ ყველაფერი და არ მივაწოდოთ წინასწარ შეფუთული ულუფები, სადაც არც სითბოა, არც ზეთი და არც რისკი. საზღვაო ძალებმა ასევე ისწავლეს, რომ ცუდად კვების საფრთხე ისეთივე რეალურია, როგორც ხანძრის საფრთხე. უბრალოდ ეს უფრო ნელა ხდება და გაცილებით რთულია მისი დანახვა მანამ, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. იკითხეთ გარშემო და შეიძლება ისევ და ისევ მოისმინოთ იგივე მტკიცება, რომ წყალქვეშა ნავებზე საუკეთესო საჭმელია მთელ აშშ-ის სამხედრო ძალებში. ვისაც გითხავთ, შეიძლება მოგიყვეთ ისტორიები სტეიკისა და ლობსტორის საღამოებზე. სხვა წყალქვეშა მეზღვაური შეიძლება თვალებს გადაატრიალებს და ამას სასადილოს საჭმელს უწოდებს, ოდნავ უკეთეს ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ. ორივე ეს მოსაზრება შეიძლება მართალი იყოს. რაც არ არის სადავო, ეს არის ძირითადი ფაქტი. წყალქვეშა ნავები ერთადერთი საზღვაო ხომალდებია, რომლებსაც აქვთ ფრიტიურები. მეტობა იმისა, რაც წყალქვეშა ნავის სამზარეულოდან გამოდის, მათ შორის პური, პიცის ცომი, ბურგერის კატლეტები და თუნდაც ნაღების კრემის კრემი, ნულიდან მზადდება და არა ფხვნილისგან აღგენილი ინგრედიენტებით. ალტერნატივასთან შედარებით, როცა თვეების განმავლობაში მხოლოდ კონსერვები და ლიოფილიზებული ულუფებია, ეს უზარმაზარი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა ის წარმოსახვით 5 ვარსკვლავიან სტანდარტს. ჩვეულებრივი ახსნა მარტივია. მსხლის ქვეშ, მზის სხივების და ოჯახის კონტაქტის გარეშე თვეების განმავლობაში ყოფნა რთული საქმეა. სამხედროები საჭმელზე არიან დამოკიდებული. ამიტომ უკეთესი საკვები ერთ-ერთი ყველაზე რთული სამსახურისთვის ჯილდოა, რასაც საზღვაო ძალების თავაზობს. მაგრამ ამ თეორიას ერთი პრობლემა აქვს. ჯილდოები კარგია, მაგრამ ისინი ვერ ამართლებს დამატებითი რისკების აღებას ღია ცეცხლით, ცხელი ზეთით და რთული კერძებით $2 მილიარდიან საბრძოლო გემში. თუ ჯილდო მხოლოდ ნახევარი ამბავია, მეორე ნახევარი რა არის? მოდით თავად მეზღვაურებით დავიწყოთ. სანამ წყალქვეშა ნავის მეზღვაური საერთოდ ფეხს შედგამს ნავზე, საზღვაო ძალები უკვე 2 წელზე მეც ხარჯავს მათ მომზადებაში. დავუმატეთ წნევიანი გაქცევის სავარჯიშო ტესტები, ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებები, ლექციები და სიმულატორები და საზღვაო ძალები უკვე რამდენიმე ასეული $100,000 ჩადებული ერთ მეზღვაურში, მაშინაც კი როცა მათ ჯერ კიდევ არ დაუწყიათ მუშაობა. ეს ინვესტიცია თავიდანვე სრულად იხარჯება. ამ ყველაფრის დიდი ნაწილი ხდება მანამდე, სანამ საზღვაო ძალები ერთ ფრესაც კი მიიღებს სარგებელს. მეზღვაური, რომელიც ვერ გადალახავს მომზადებას, გამოიფიტება, ან უბრალოდ გადაწყვეტს, რომ 3 თვე მილის შიგნით არ ხის მისთვის. ეს დრო და ფული უბრალოდ დაკარგულია. ეხლა წარმოიდგინეთ ეს მასშტაბურად.
ოჰაიოს კლასის ბალისტიკური რაკეტბზიდი წყალქვეშა ნავი ატარებს 150-ზე მეტ მეზღვაურს, ოფიცერს, რეაქტორის ოპერატორს, მექანიკოს, სონარის ტექნიკოს და სხვა სპეციალისტს, რომელთა მომზადებაშიც საზღვაო ძალებმა წლები დახარჯა. ერთად ისინი $10 მილიონი მომზადებისა და გამოცდილების ფასს წარმოადგენენ. ისინი თვეების განმავლობაში წყალქვეშ ჩაკეტილები არიან, სადაც რუტინას მხოლოდ მორიგეობა, შემდეგი ჭამა და ისევ მორიგეობა არ ღვევს. ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავზე მორალი არ ნიშნავს ხალხის გახარებას. ეს ნიშნავს მათ შენარჩუნებას. რადგან ყოველი მეზღვაური, ვინც გადაწყვეტს აღარ გააგრძელოს სამსახური, წლების განმავლობაში მიღებულ 6 ნიშნა ინვესტიციას თან გაიყოლებს წყალქვეშა ნავიდან. ასე რომ დიახ, სტეიკის ღამე ჯილდოა, მაგრამ ეს ასევე ყველაზე იაფი სადაზღვეო პოლისია, რაც საზღვაო ძალებს შეუძლია იყიდოს. კარგი საკვებისგან მიღებული მორალური სარგებელი ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე მისი მოსამზადებლად საჭირო აღჭურვილობის ღირებულება და რისკი. მაგრამ მათ მაინც უნდა მოამზადონის. როგორ აკეთებენ ამას? წარმოიდგინეთ სამზარეულო, რომელიც დაახლოებით დიდი საგარდერობო ოთახის ზომისაა, დაახლოებით 10 ფუტი 14 ფუტზე. მას აქვს ორი კონვექციური ღუმელი, გვერდ-გვერდ მიკროტალღური ღუმელი, ფრიტიური, ბრტყელი ელექტროგრილი, ორი დიდი ზომის სუპის ქვაბი, სამრეწველო მიქსერი და ეს არის პრაქტიკულად მთელი აღჭურვილობა. თუ იტალიელი ხარ და შეგიძლია გაამართლოთ ძალიან დიდი ესპრესო მანქანის დაყენებას შენს ბირთვულ წყალქვეშა ნავზე, ეხლა წარმოიდგინე ეს სამზარეულო, რომელიც დღეში 4-ჯერ ამზადებს საჭმელს, ყოველ დღე, 90 დღე განმავლობაში, თითოეულ ცვლაში 2 მზარეულით. ბირთვულ წყალქვეშა ნავზე დახურვის დრო არ არსებობს. ნავი მუშაობს დღე-ღამის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ეკიპაჟი ჭამს დღე-ღამის განმავლობაში. საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე და ღამის შუაში მეოთხე კვებაზე, რომელსაც შუაღამის ულუფებს ეძახიან მათთვის, ვინც მორიგეობიდან ბრუნდება. ყველა მოწყობილობა, რომელიც იმ კარადის ზომის სივრცეშია ჩატენილი, ელექტროენერგიით ან ორთქლით მუშაობს. იქ არც ერთი ალი არ ჩანს. ეს ერთი დიზაინერული არჩევანი, ერთდროულად ორ სრულიად განსხვავებულ პრობლემას აგვერებს. პირველი აშკარაა. თუ ღია ცეცხლს ამოიღებ, ის ჩვეულებრივი შემთხვევაც კი, როცა მზარეულს ტაფა ცოტა მეტხანს რჩება ცეცხლზე, ან ქურის ახლოს რამე დაიბრება, კატასტროფად ქცევის ედგზას კარგავს. მეორე პრობლემა ისაა, რაზეც ალბათ არ ფიქრობთ. გაზის, პროპანის ან სხვა საწვავის თვისას წარმოიქმნება ნახშირო ჟანგი, როგორც ნარჩენი პროდუქტი. ხმელეთზე ეს უმნიშვნელოა. ქორი უბრალოდ ჰაერში იფანტება. ატმოსფერო პრაქტიკულად უსასრულოა. წყალქვეშა ნავში კი სულ სხვა ამბავია. ეკიპაჟი ისედაც მუდმივად გამოყოფს ქორის სუნთქვისას. ჰერმეტულად დახურულ წყალქვეშა ნავში სპეციალური მოწყობილობები მუდმივად უნდა მუშაობდეს, რომ CO2-ის დონე საშიშ ზღვარს არ მიაღწიოს. გაზზე მომუშავე სამზარეულოს დამატება ნიშნავს, რომ შეგლებულად კიდევ უფრო მეტ იმ გაზს წარმოქმნი, რომლისგანაც ნავი ცდილობს გათავისუფლებას. ელექტროქურები ამ პრობლემას უფასოდ აგვარებს. მას უფასოდ აგვარებს. აქ კიდევ ერთი უცნაური ირონია იმალება. წყალქვეშა ნავის სამზარეულო მდებარეობს ხომალდზე, რომელსაც ბირთვული რეაქტორი ამუშავებს. ეს იგივე ტიპის რეაქტორია, რომლის გამოყენებაზეც საზღვაო ძალებს უფიქრიათ როგორც საგანგებო ენერგიის წყაროზე მთელი ქალაქებისთვის, მას შემდეგ რაც ქარიშხლებმა მათი ელექტროქსელები დააზიანა. ესეთი რეაქტორი საკმარისზე მეტ ენერგიას აწარმოებს კონვექციური ღუმელებისთვის, მიქსერებისთვის და სამზარეულოში ყველაფრისთვის, ასე რომ გაზზე მომზადება პრობლემას აწყვეტს, უბრალოდ ახალს ქმნის. თქვენ დაამატებდით საწვავის წყაროს, რომელიც წყალქვეშა ნავს აღჭირდება, მხოლოდ იმისთვის, რომ არ გამოიყენოთ ელექტროენერგია, რომელიც უკვე უხვად აქვს. ამიტომაც მათ გააუქმეს ღია ცეცხლი და დააყენეს ელექტრომოწყობილობები. პრობლემა გადაიჭრა. გარდა ერთისა. ფრიტიური მთელ ამ გადაკეთებას გადაურჩა. ის ისევ ელექტროა, მაგრამ ეს არის ერთადერთი მოწყობილობა, რომლის დატოვებაც ფლოვებაც ფლოტის ყველა სხვა გემს აუკრძალეს. ცხელი ზეთი ზღვაში სახიფათო რომ გახდეს, ცეცხლი არ სჭირდება. უბრალოდ ძალიან დიდხანს უნდა გახურდეს და არავინ აკვირდებოდეს. და მაინც ფრიტიური დარჩა. იმიტომ რომ ის საჭმელი, რასაც ის ამზადებს, იმდენად ბევრისთვის ფასეულია, რომ ფლოტმა გადაწყვიტა რისკი ღირდა. ეს ფრიტიური ერთადერთი არ არის სამზარეულოში, რომელიც პრობლემას ქმნის, რომელსაც ვერავინ სრულად აგვარებს. თუნდაც ცეცხლის გარეშე დღეში 4-ჯერ 150 ადამიანისთვის 2 თვის განმავლობაში საჭმლის მომზადება კიდევ ერთ ნარჩენს წარმოქმნის, რომელსაც სხვაგან წასასვლელი არ აქვს. სუმი. წყალქვეშა ნავს არ აქვს კონდიციონერი ისე როგორც თქვენს სახლშია. მას აქვს ჰაერის მართვის სისტემები. ეს იმიტომ რომ წყალქვეშა ნავის შიგნით ჰაერი თავიდან ამოიყენება და არა უბრალოდ ახლდება. იგივე შეზღუდული მოცულობის ჰაერი უნდა ტრიალებდეს იმავე სავენტილაციო არხებში და სუნთქავდნენ იგივე ადამიანები მთელი იმ დროის განმავლობის განმავლობაში, სანამ ხომალდი მოძრაობს. და ჰაერიდან არაფერი ქრება, მათ შორის სუნიც. წყალქვეშა ნავის ატმოსფერული კონტროლის სისტემები რაღაც ნაწილს იჭერს იმ ყველაფრიდან, რაც ჰაერში ტრიალებს. მცირე ნაწილაკები იჭრება სარეცვი ფილტრებით, ხოლო ორთქლი მუშავდება იმავე დამწველებითა და გამწვენდებით, რომლებიც ყველაფერ დანარჩენსაც ამუშავებენ. მაგრამ მაშინ, როცა შეგიძლია ნაწილაკის გაფილტრა, ყოველთვის ვერ გაფილტრავს სუნს. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ გასაშვები ადგილი არ არსებობს. ასე რომ სუნი უბრალოდ რჩება და სამუდამოდ ილექება ყველაფერში. კითხეთ წყალქვეშა ნავის მეზღვაურებს, როგორ სუნადია მათი ნავი და სიის სიგრძე შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, როდის და რა ვითარებაში ეკითხებით.
არის ქიმიკატის ამიაკივით მწყლარტე სუნი, რომელსაც ნავში ნახშირორ ჟანგის ფილტრაციისთვის იყენებენ. დიზელი და ჰიდრავლიკური ზეთი, რაც ნავის ნაწილებს თითქმის ავტომობილის სუნს აძლევს. სამზარეულო, განსაკუთრებით ფრიტიული, ცხელი ზეთის და ხანდახან დამწვარი პურის სუნით არის გაჟღენთილი. სხვა ადგილებში კი ოზონისა და გახურებული ელექტრონიკის სუნია. ასევე ნაზადი გრძნობა ნავის ნარჩენების სისტემის სუნი და, რა თქმა უნდა, ეკიპაჟის წევრების, რომლებიც ბევრად იშვიათად იბანავებენ ვიდრე საჭიროა. ეს სუნები ყველაფერში აღწევს და ადვილად არ ირეცხება, თუნდაც შვებულებაში. წყალქვეშა ნავის მეზღვაურები ამას საბის სუნს, საბის სუნიანობას, ან უბრალოდ ნავის სუნს ეძახიან. საბის სუნის განსაზღვრა რთულია, რადგან ტექნიკურად ეს ყველა სუნის ერთდროული ნაზავი. პროტკმა, სხეულის სუნი, პირის ცუდი სუნი, ოზონი, ამინი, საჭმლის მომზადების, სხობის, ნაგვის სუნი და იმაზე მეტი ვიდრე 100 ადამიანის ნელ-ნელა დაგროვილი სუნი, რომლებიც ერთ ჩაკეტილ მეტალის მილის შიგნით ცხოვრობენ. ერთმა ტექნიკოსმა, რომელმაც დაახლოებით 20 წყალქვეშა ნავზე იმუშავა ამერიკულსა და ბრიტანულზე, თქვა, რომ ყველა მათგანს ჰქონდა ეს სუნი. ნავიდან ნავზე ოდნავ განსხვავდებოდა, მაგრამ ყოველთვის იქ იყო. ეს სუნები აღწევს თქვენს თმაში, ან საცმელში და კანში. ადვილად არ ირეცხება. ზოგი ამბობს, რომ პატრულის დასრულების შემდეგაც კი კვირათვირების განმავლობაში რჩება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორია წყალქვეშა ნავის სუნზე არის ის შემთხვევა, როცა ეს სუნი გაქრა და რა დაბრუნდა მის ნაცვლად. ეკიპაჟმა სრული ქარხნული კაპიტალური რემონტის პერიოდი გამოიარა. ნავი გამორთეს, გაჭრეს, შიგნიდან თლიანად დაცალეს, გაასუფთავეს, შეღებეს, საწვავით აავსეს და თავიდან ააწლეს. საოცარია, მაგრამ მას ისევ ახალი წყალქვეშა ნავის სუნი ჰქონდა. შემდგომში საზღვაო გამოცდების დროს სისტემები სათითაოდ ჩართეს. რეაქტორი, ჰიდრავლიკა, ელექტრონიკა, ყველაფერი. და წყალქვეშა ნავის სუნი აღარ იყო. სუნი გაქრა. გემი ყველა მოლოდინს გადააჭარბა და სრულად განიკურნა. მაგრამ შემდეგ სამზარეულო ამუშავეს და სამდრიანი მომზადების შემდეგ წყალქვეშა ნავის სუნი ისევ ისეთი ძლიერი დაბრუნდა, თითქოს არც არასდროს გამქრალა. არც ერთი კონკრეტული ინგრედიენტი ან სუნი არ აბრუნებდა წყალქვეშა ნავის სუნს მარტო. ეს იყო საჭმლის მომზადება, ზეთი, სხეულები, გაზები და ოზონი. ყველაფერი ერთად, როგორც ერთი ბედნიერი სიმბიოტური ოჯახი. მომზადება უბრალოდ ბოლო ინგრედიენტი იყო. ის, რომელიც რეცეპტს ასრულებდა. ეს რაღაცას გვასწავლის. წყალქვეშა ნავში სუნი მდგომარეობის მაჩვენებელია. თუ სამზარეულოს სუნი იგრძნობა, ეს ნიშნავს, რომ ის თავის საქმეს აკეთებს. კიდევ ერთი სისტემა მკაცრად კონტროლირებად ეკოსისტემაში, რომელიც ყველას წყალქვეშ ცოცხალს ტოვებს. მაგრამ როგორც კი სამზარეულო იწყებს მუშაობას, რაღაც სხვა იწყება. დროის წინააღმდეგ რბოლა. სანამ ეს ნავი პორტს დატოვებს, მასზე იტვირთება 20-2000 კვერცხი, 800 ფუნტი კარაქი, 500 ფუნტი ყავა, 18000 ფუნტი გაყინული ხორცი და 20000 ფუნტი დაკონსერვებული პროდუქტი. ეკიპაჟი ამ მარაგს ზედიზედ 3 თვის განმავლობაში, დღეში დაახლოებით 200 ფუნტი ხორცის ტემპით მოიხმარს. ეს ყველაფერი სადღაც უნდა შეინახონ, ხოლო წყალქვეშა ნავზე სადღაც ნიშნავს ყველგან. დერეფნები გაივსება საკვების ხუთებით, რომლებიც მუხლამდე იქნება დაწყობილი. ზემოდან კი ფანერა დაეფარება, რომ ხალხმა შეძლოს გავლა. პატრულირების პირველ რამდენიმე კვირაში წყალქვეშა ნავის დერეფნები ერთდროულად საკუჭნაოდაც გამოიყენება. სიტყვასიტყვით ვახშამზე დადიხარ. ამ საკუჭნაოს თავისი უკუთხლა აქვს. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა წყალქვეშა ნავი გზას იწყებს, ყველაფერი კარგად მიდის. უხვად არის ახალი ბოსტნეული და ნამდვილი რძე. ეს იმდენად ახლოსაა ჩვეულებრივ სამზარეულოსთან, რამდენადაც ამ ნავს შეუძლია მიაღწიოს. ყველამ უნდა ისი ამოვნოს, სანამ ეს გრძელდება, რადგან მალე აღარ იქნება. მესამე კვირიდან მოყოლებული, ნამდვილი რძე აღარ არის და მის ნაცვლად გამოიყენება შენახვად გამძლე შემცვლელი, რომელსაც რაღაც მოწყობილობიდან ასხამენ. იმ მოწყობილობას ეკიპაჟი პლასტმასის ძროხას ეძახის. ახალი ხორცი და ბოსტნეული იცვლება გაყინულით. ეს ეტაპი რამდენიმე კვირას გრძელდება. შეიძლება არ არის მიმზიდველი, მაგრამ გადარჩენა შესაძლებელია. დაახლოებით მე-9 კვირიდან იწყება ფხუნილის ეპოქა. უხვად კვერცხის ფხუნილი და რძის ფხუნილი. ყველაფერი ქილებიდანაა, ყველაფერი წყლის დამატებით მზადდება. ამ ეტაპზე ცხარე соуსი ინსტრუმენტი ხდება და არა უბრალოდ დამატება. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი რამ, რაც მეზღვაურსა და უგემონო საჭმეს შორის დგას. აქ ერთი მოწყობილობა იმ პატარა სამზარეულოში, ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ ხდება მთელი ნავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მანქანა. რბილი ნაყინის აპარატი. წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი მას აუტოდოქს ეძახის. ეს იმიტომ, რომ რბილი ნაყინი დისპენსერიდან გრძელ დახვეულ ზოლებად გამოდის. მეზღვაურებმა გადაწყვიტეს, რომ ეს გავს, როგორ გითხრათ, ძაღლს, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. საზღვაო იუმორია. ზედმეტად ნუ ჩაუღმავდებით. მთავარია, რომ როგორც კი ახალი საკვები ქრება, ის ნაყინის აპარატი ინფრასტრუქტურად იქცევა. სინამდვილეში საზღვაო ძალებს აქვთ კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ნაწილობრივ ამ აპარატების გამართულად მუშაობას ეძღვნება. მასაჩუსეტსში ინჟინრები დროს უთმობენ გემზე განთავსებული ნაყინის აპარატისთვის უკეთესი წმენდის სისტემებისა და არომატიზაციის დანართების შექმნას. და ეს იმიტომ ხდება, რომ მათი სიტყვებით, გემზე ასვლის შემდეგ ყველაფერი ეკიპაჟის მორალზეა დამოკიდებული. სადღაც თავდაცვის კვლევითი ბიუჯეტი მოიცავს ერთ ხაზს რბილი ნაყინისთვის. ეს გეუბნებათ ყველაფერს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ამას საზღვაო ფლოტი. მე-9 კვირისთვის ახალი საკვები მხოლოდ მოგონებაა.
ყველას თეფშზე ყველაზე გამოკვეთილი გემო ტაბასკოა. ნაკენის აპარატს ისეთივე გადაუდებელი ყურადღებით იცავენ, როგორც იმ მოწყობილობას, რომელიც ჰაერს ასუფთავებს, რომლითაც ყველას უნთქავს. ბირთვული რეაქტორი, რომელიც ამნავს ამუშავებს, თეორიულად შეიძლება 20 წელი იმუშაოს საწვავის შევსების გარეშე, ზოგჯერ კიდევ უფრო დიდხანს. რაც შეეხება ინჟინერიას, წყალქვეშა ნავი თვითონ თითქმის უსასრულოდ შეიძლება დარჩეს წყალქვეშ, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, რადგან ამ 2 მილიარდ დოლარიან შეუმჩნევლ იარაღზე რეალური შეზღუდვა საკვებია. საკითხი ისაა, რამდენ ხანს შეძლებენ ადამიანები ფხუნილის ეპოქაში გადარჩენას, სანამ ვინმეს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე წყალქვეშა ომი საბოლოოდ პროდუქტებზეა დამოკიდებული. და სწორედ აქ ჩნდება ფსიქოლოგიური პროგრამული პატჩი. მკვლევარებმა, რომლებიც უკიდურეს იზოლაციაში მყოფ ადამიანებს სწავლობენ, საინტერესო რამ შენიშნეს წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებში, ანტარქტიდის კვლევით სადგურებსა და მთვარის მისიებში მონაწილეებში. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს გრძელდება მისია, 2 თვე თუ 2 წელი. არსებობს კონკრეტული მომენტი, როცა ადამიანები თხრდებიან და ეს ყოველთვის დაახლოებით ერთსა და იმავე ეტაპზე ხდება. მესამე-მეოთხედში. ეცმა მკვლევარმა თქვა, რომ მესამე-მეოთხედის ფენომენი ის მომენტია, როცა დასასრული უკვე მოჩანს. ეს სწორედ ის დროა, როცა სახლის მონატრება, დეპრესია, გაღიზიანება და ჯგუფური ერთიანობის რღვევა ერთდროულად მწვავდება. 2021 წლის კვლევამ 29 წყალქვეშა ნავის მეზღვაური დააკვირდა რეალურ შემაკავებელ პატრულზე. მთელი ამ დროის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ განწყობასა და გონებრივ სიფხიზლეს. ყველა შემთხვევაში პატრულიერების განმავლობაში მათი საერთო გონებრივი და ემოციური მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა. ეხლა ეს ყველაფერი დაუმატეთ იმ ყველაფერს, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. საკვების ხარისხის გაუარესება, მზის სინათლისა და სუფთა ჰაერის ნაკლებობა და განწყობის დაცემა. ეს ყველაფერი დაახლოებით ერთდროულად ხდება. საზღვაო ძალებმა ეს იციან, მას შემდეგ რაც წყალქვეშა ნავები გამოჩნდა. წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრები 10 წლეულებია ამ კონკრეტულ მომენტზე მიუთითებენ პატრულირებისას და მას სახელი დიდი ხნით ადრე დაარქვეს, ვიდრე ვინმე ამას ჟურნალში აღწერდა. მას შუაგზის ღამეს უწოდებენ. ეს არის პატრულირების შუა წერტილში გამართული დღესასწაული, რომელიც ზუსტად იმ დროს ემთხვევა, როცა ეკიპაჟი იმ საშიშ მესამე-მეოთხედში შედის. საზღვაო ძალები ამას მთელი გაქანებით აკეთებენ. პატრულირების განმავლობაში საუკეთესო სადილი მზადდება, რაც ალბათ იქნება ლობსტერის კუდი, prime rib ან steak. არის თამაშები, არის შუაგზის ამანათი, რომელსაც თითოეული მეზღვაური თავად ალაგებს ან ოჯახი ალაგებს, სანამ წყალქვეშა ნავი პორტს დატოვებს. ეს სპეციალურად ამ ღამისთვისაა. ოფიცრები და რიგითი მეზღვაურები ერთი საღამოსთვის როლებს ცვლიან. ხალხს სახეში ნამცხრებს ესვრიან. ყველა ამბობს, რომ ეს არის პატრულირების ერთადერთი ღამე, რომელსაც ყველა ნამდვილად ელოდება. ეს ნამდვილი წვეულებაა. მაგრამ თუ დროს დავაკვირდებით და იმას რისგანაც შედგება ეს ღამე, ძალიან გავს იმას, რომ ეს სპეციალურად არის შერჩეული დოზა ზუსტად იმ მომენტში, როცა კვლევების მიხედვით ეკიპაჟის განწყობა მალე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწევს. საზღვაო ძალებმა 10 წლეულები და უთვალავი მილიარდი დახარჯეს მარტივი პრობლემების გადასაჭრელად. სამზარეულოში ცეცხლი არ შეიძლება იყოს, ჰაერი ფილტრირდება სუნების შესამცირებლად, რეაქტორი კი იმაზე დიდხანს მუშაობს, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ის ააშენ. რაც დარჩა, ერთადერთი პრობლემა, რომელიც ბოლომდე არავის გადაუწყვეტია, ბიოლოგიურია. ადამიანს სჭირდება საკვები და საკვები შეზღუდულია. ამიტომაც მათ ერთადერთი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მათ სამზარეულო ნავზე ყველაზე ფრთილად დაპროექტებულ ოთახ აქციეს. მათ ზუსტად იმ ღამით დაგეგმეს ლობსტორის ვახშამი, როცა მონაცემები აჩვენებს, რომ ყველა თითქმის გატეხვის ზღვარზეა და ნატინის აპარატი ყოველთვის მუშაობდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. საბოლოოდ ყველაზე დახვეწილ მანქანას, რაც კი ოდესმე საზღვაო ფლოტს აუშენებია, იგივე გამორთვის ხილაკი აქვს, როგორც დანარჩენებს. რამდენიმე კვება რომ გამოტოვო, ისიც წვეთს მუშაობას. დაცემული განწყობა ერთადერთი პრობლემა არ არის, რასთანაც წყალქვეშა ნავების ეკიპაჟს უწევს გამკლავება. სიკვდილის საფრთხე ყოველთვის იმალება სიღრმეში. უყურეთ ყველა დროის ყველაზე საშინელ წყალქვეშა კატასტროფებს, რომ ნახოთ რამდენად ცუდად შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ან დააწკაპუნეთ ამ ვიდეოზე.